სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა დღეს კიდევ ერთხელ შეიჭრა თელავის გამგებლის მოადგილის კაბინეტში და დავით ნაპირელ სტიქით დაზარალებულთა სიაში შეყვანას თხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სტიქიამ მათ ნათესები გაუნადგურა და საცხოვრებელი სახლები დაუზიანათ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სტიქით დაზარალებულთა სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. დაზარალებულები რასაც შეხვიდა ივანიშვილი შეაგარეს სხვადასხვა საკითხებზე არიან დღესდღეობით რაც მიმდინარეობს ზარალის აღწერა ეს არის სასოფლო სამეურნეო სამაგულებზე ახალქია მოსული სხვადასხვა საჩივარით ასე რომ ჩამოყალიბდებიან ალბათ და 2 საათზე შევხვდებით და გავარკვევთ ყველაფერს. პრეტენზიები აქვთ გავაზის მოსახლეობას, ისინი სტიქიის შემსწავლელ კომისიას უნდობლობას უცხადებენ. უკმაყოფილო იყო ის ხალხი, ვინც დახმარება აიღო. პრეტენზიები ისევ აქვს, რომ გავაზის მოსახლეობას 60-70% აქვს თხილის პლანტაცია. ფაქტიურად არც გურჯანი რაიონში, არც ყვარლის რაიონში სხვა სოფლებში არ არის. ამიტომ რომ იქ ინფორმაცია არ მივიდა ისე როგორც საჭიროა. ბატონო ივანიშვილმა ისა თქვა, რომ ყველას ვისაც რა დაუზარალდა, აუნაზღაურეთ. იმ კაცს ეხლა ჩიქს ეცხობენ აქ ზოგიერთები. რანდომია იღეთ კომპენსაცია და კმაყოფილი ხართ თუ არა? მცირე 670. არა ვარ კმაყოფილი. რა ზარალი გქონდათ ბატონო? ზარალი ბევრი. მაინც აი რამდენი? რა ვიცი, ქონა კომისია მოსულიყო სახში და თვითონ აეღწერათ, მაგრამ არ მოსულა არავინ და არავის არ უკითხება რა დაზარალდი რა არა. ის ადამიანები, ვინც პირველ ეტაპზე სიებში მოხვდა, დახმარებას ქართულ ბანკში დილიდან იღებდა.